რას ნიშნავს ტერმინი მარკეტინგი? ბევრი მარკეტინგს აღიქვამს როგორც უბრალოდ გაყიდვასა და რეკლამირებას. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან ჩვენ ყოველდღე ვიბომბებით სატელევიზიო, საგაზეთო თუ ინტერნეტ რეკლამებით. სარეკლამო სატელეფონო ზარებით, თუმცა გაყიდვა და რეკლამა მარკეტინგული აისბერგის მხოლოდ და მხოლოდ მწვერვალია. დღესდღეობით მარკეტინგი უნდა განიხილებოდეს არა როგორც გაყიდვის საშუალება, არამედ ყიდველთან საჭიროებების დაკმაყოფილების წყარო. იმ კომპანიის პროდუქტები იყიდება ყველაზე ადვილად, რომლის მარკეტოლოგებსაც კარგად ესმით მომხმარებელთა საჭიროებები. შეუძლიათ შექმნან უმაღლესი ფასეულობის მქონე პროდუქტები და ეფექტურად განახორციელონ საფასო განაწილებისა და სტიმულირების პოლიტიკა. მენეჯმენტის სფეროს ავტორიტეტული წარმომადგენლის პიტერ დრაკელის მიხედვით, მარკეტინგის მთავარი მიზანია ისეთი პროგრამები განახორციელოს, რომ საჭირო ახალ გახდეს გაყიდვების ღონისძიების ჩატარება. გაყიდვები და რეკლამირება მარკეტული კომპლექსის მხოლოდ ორი წნადია. მთლიანობაში კი მარკეტინგული კომპლექსი წარმოადგენს მარკეტინგული გადაწყვეტილებების ერთობლიობას, რომელთა კოორდინირებული შესრულებით შესაძლებელია მომხმარებელთა საჭიროებების დაკმაყოფილება და მათ გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება. ფართო გაგებით ჩვენ მარკეტინგს განსაზღვრავთ როგორც პროცესს, რომლის მეშვეობითაც ცალკეული პიროვნებები და ორგანიზაციები ფასეულობის შექმნით და სხვებთან მათი გაცვლით იღებენ იმას, რაც მათ სურთ და სჭირდებათ. ბიზნესს უფრო ვიწრო კონტექსტში მარკეტინგი ყიდველებთან მომგებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და მართვას გულისხმობს. ამრიგად ჩვენ მარკეტინგს განმარტავთ როგორც პროცესს, რომლის დროსაც კომპანიები ქმნიან ფასეულობას ყიდველებისათვის და მათთან აყალიბებენ მჭიდრო ურთიერთობას, რათა საანსოთ ყიდველების არ მიიღონ ის, რაც მათ თვითონ აფასებენ.